გავშიფროთ ახლა. ესე იგი, ჯერ არ შემდგარა ახლა რაც შევახსენებ, ნაწილობრივ მოხდა. ხო, არა, მოდი მივყვეთ ქრონოლოგიურად ახლა. რადგან თქვა ღვთისმშობელმა ამერიკა იწვის, უკვე შევინათქვა მე არ არის, ხო? არა, გავიდა, მაგრამ ორი შენობის ახლა დანგრევა შენობა არ არის, სათამბჯენები, სადაც 5000-მდე ადამიანი დაიცვა. ეს არ ნიშნავს დავით ახლა. აღაზე ნუ ახლა შენ იმაშიც მეწინააღმდეგები ღვთისმშობელმა თქვა ამერიკა იწვისო, ხო? ესე გამოგდის. ესე იგი, კაცო, შენ არ მოხდარა ეს. ეს ნიშანზე უთხრა, არა, ნიშანზე უთხრა, რომ ხვალე იწვისო. მეტი რა გინდაო, რომ მე რო ღვთისმშობელი ვარ, ანუ ხალხედაო. მე კითხულობ, ახლა დაუკვირდი ვამატე რა. აი ეს რო. კი ბატონო, მე გაპატიო ღვთისმშობელმა გაპატიო. არა, არ არის ეგრე, იმიტომ რომ ამერიკა არ იწვის 2001 წლის მერე გავიდა 16 წელი. ამერიკა კი არ იწვის სხვას, კაცო. სხვას მომბავს. ის ცოდვებშიც იწვის რა? ესეც ხო შეიძლება თქვა. გლობალიზაციას ვინ აკეთებს ქვეყანაზე? სოფლიო დაწვიფრვას. გამოდის ამერიკიდან, ხო? ანუ ანტიქრისტეს ნიშანი მოდის მოსეირნობს ამერიკიდან, ესე არ არის? რუსეთს რო უყურებ შენ და პატრიოტად რო მოაქვს თავი, მის უფროს და დანარჩენ მის ხელქვეითებს. მთელი რუსეთი უნდა დაიჩიპოს 25 წლამდე. ნახოთ ეს ბაბილონი. ვინ არის? წყლებზე მდგარია რა, წყლებზე. 7000-ზე დგას. ქალაქი ბაბილონი 7000-ზე. 7000 ხათაშორის ნენსკე გორი.